შეერთებული შტატების იუსტიციის განყოფილების ცნობით გვანტანამოს 12 პატიმარი ავღანეთში, იემენსა და სომალილენდის ავტონომიურ რეგიონში გადააგზავნეს. კვირის ბოლოს 6 იემენელი, 4 ავღანელი და 2 სომალელი სამშობლოს დაუბრუნდა. ტყვეების ტრანსპორტირება შეერთებულ შტატებსა და უცხოურ მთავრობებს შორის ინდივიდუალური შეთანხმების საფუძველზე განხორციელდა, უსაფრთხოების მკაცრი წესების გარანტიით. კუბაში მდებარე ამერიკულ სამხედრო ბაზაზე დარჩენილი 198 პატიმრიდან თითქმის ნახევარი იემენის მოქალაქეა. ამერიკაში შიშობენ, რომ გვანტანამოდან გასვლის შემდეგ ბევრი მათგანი შესაძლოა კვლავ შეუერთდეს სამხედრო დაჯგუფებებს. გასულ კვირას ბარაკ ობამამ ფედერალურ მთავრობას გვანტანამოს პატიმრების გადასაყვანად ილინოისის შტატში ახალი, ტომსონის ციხის შეძენა დაავალა. ცნობილი ბანაკის დახურვა, რომელიც ადამიანის უფლებათა დამცველების მხრიდან არაერთხელ გამხდარა ბუშის ადმინისტრაციის კრიტიკის მიზეზი, ობამამ მთავრობაში მოსვლისთანავე ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად დაასახელა და ბოლოვადად 2010 წელი დათქვა. თუმცა ნოემბერში აღიარა, რომ დადებულ პირობას ვერ შეასრულებდა. სურვილის შემთხვევაში პატიმრების ნაწილის გადაყვანა სხვა სახელმწიფოებსაც შეუძლიათ.